Monolith ჯგუფის ახალ პროექტზე საუბრით ვაგრძელებთ საქმე ინდილას ეთერს. კომპანია შოჩევის რომელსაც 12 წლიანი პლუს გამოცდილება აქვს. მარტო თაჭალაში მდებარე Green City-ის მშენებლობისას, როგორ მიდიოდა პროცესი, ჩვენი მაყურებელი ამ თემაზე სრულად იყო ინფორმირებული. ამ დროისთვის ეს პროცესი დასრულებულია. მიმდინარეა გწანიში კიდევ ერთი მშენებარე, ძალიან საინტერესო დამიჯერეთ, ეთნოსიტის მშენებლობა. ამასაც მოვიკითხავთ ამბებს, მაგრამ მიზეზით ის გამოც დღევანდელ შემაჯამებელ გადაცემაში მოვიწვიეთ Monolith ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი და გენერალური დირექტორი, გახავთ პროექტი, რომლებსაც ახლა სტარტავენ და რომლის გაყიდვებსაც Monolith ჯგუფი უახლოეს დღეებში იწყებს თუ არა დღესვე სტუდიიდან და ამ შემთხვევაში Monolith დიღლომზე ვსაუბრობთ. მოდი დეტალურად ყველაფერი რო არ მოვყვე მე Monolith ჯგუფის არსებულ და სამომავლო გეგმებზე. სტუდია და საუბარი დაუთმოთ კომპანიის დირექტორს. თონიკე მაისურაძე არის ჩვენთან ერთად. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. მოდი არსებულ პორტფელზე ვისაუბროთ, ამით დავიწყოთ. თორნიკე, დღეს ას წარმოადგენს Monolith ჯგუფი, უკვე საკმაოდ კარგი და მნიშვნელოვანი გამოცდილებით ბაზარზე, რა პროექტებთან გვაქვს საქმე და აუცილებლად თუ შეიძლება ეთნოს პროექტზეც რომ მოგვიყვეთ. აუცილებლად. დღეს Monolith ჯგუფი არის კომპანია, რომელიც ამ ბიზნესშია უკვე 13 წელია და პრინციპში ჩვენ სფეროში ეს გამოცდილება და ეს წლები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს კარგი ინდიკატორია იმისა, რომ პატიოსნად ვემსახურებით ჩვენ საქმეს. რაც შეეხება პორტფელს, როგორც თქვენ ბრძანეთ, Monolith Green City, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია თბილისში და 200,000 კვადრატულია სამშენებლო ფართი, უბრალოდ საცხოვრებელი ფართი. ხო, ეს პროექტი დავასრულეთ, ეხლა მიმდინარეობს თქვა ბინების გადაცემის პროცესი და შესახლების პროცესი. დაიწყება რემონტები და მე ვფიქრობ, უკვე სექტემბერი-ოქტომბრიდან სრულად ნახავს როგორც ჩვენი მობინადრეები, ისე სტუმრები, თქვა რა პლუსებით არის აღჭურვილი და რა განსაკუთრებული თქვა ამბები მოხდება ამ კომპლექსში, იმიტომ რომ აქ არის თქვა აუზი, სკოლა, ბაღი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. რაც შეეხება Monolith ეთნოსიტის, ეს არის დაბალი განაშენიანების პროექტი გწანისში, რომელიც თქვათ, როდესაც გეგმავდით, ვიფიქრეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო, რომ არამოვარდნილიყავით, თქვათ, იმ კონტექსტიდან, რაც არის ამ უვნისთვის დამახასიათებელია, შტრიხები, აგურის შენობები და ასე შემდეგ. ამიტომ ესე დავაპროექტეთ და ძალიან წარმატებით ვასრულებთ, თქვათ, მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი. მშენებლობის პროცესი დასრულდება ალბათ დაახლოებით თქვათ 8 თვეში და აქაც დაიწყება ჩვენი მობინადრეების შესახლება. და მათზე საკუთრების გადაცემა. დიახ. და შიდა რემონტებიც ალბათ, ხო? შიდა რემონტებიც კი. პროექტი მოიცავს 10 საცხოვრებელ კორპუსს, 10 ბლოკს და როგორც გითხარით, არის 6 სართულიანი განაშენიანების, ამიტომ ესეთ განსაკუთრებულად კომფორტული იქნება საცხოვრებლად, იმიტომ რომ თქვათ, მოშორებულია ერთი მხრივ ქალაქის ხმაურს და ცენტრალურ გზას და მეორეს მხრივ თავისუფლების მოედან, ხო, თავისუფლების მოედნამდე საჭიროა დაახლოებით 7-8 წუთი, თქვათ, ხა ისტორიულად მიმზიდველი ადგილია ძალიან ბევრი სხვადასხვა დანიშნულებით, რომელზეც ექიმებიდან დაწყებული, სხვებით დამთავრებული გამორჩეულად დიპლომატებზე აღარაფერს ვამბობ, მათი უბანი იყო ყოველთვის. თქვენ მეორეს მხრივ თორნიკე აანონსებთ ახალ პროექტს დიღლომთან დაკავშირებით, მაგრამ აი ეს 12+13 წლიანი გამოცდილება უკვე, რომელიც Monolith ჯგუფმა დააგროვა, რეალურად პორტფელში რა მოგიტანათ, რამდენი არის ეს სამშენებლო ფართი და რას წარმოადგენს დიღმის პროექტი, რომელზეც კარგახანია მუშაობდით და ახლა უკვე შეგიძლიათ დასტარტოთ. კი ბატონო, პორტფელს რაც შეეხება, ეს არის დაახლოებით ჯამში ამ 13 წლის განმავლობაში დაახლოებით 5,000 ოჯახი და დაახლოებით ალბათ საშუალოდ 15-16,000 ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვა ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ჩვენი შესრულებულია, მე თვითონ ვცხოვრობ და ძალიან მიხარია, როდესაც იქ ჩვენ პროექტებში არის თაობა, რომელიც ახლა თქვა აი სკოლაში მიდის, ან ისეთი უფროს კლასში არიან, რომლებიც დაიბადნენ ჩვენ და ჩვენ მონოლითელებს ვეძახით ახალგაზრდა თაობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ დაახლოებით ამ პორტფელზე ლაპარაკი და ეს მნიშვნელოვანი ამბავია იმის გათვალისწინებითაც, რომ ეს ხალხის უდავყვება პროექტიდან პროექტში. ანუ ჩვენი მყიდველების დაახლოებით 30%-ს ახალ პროექტებში ხო წარმოადგენენ თქვა ძველი ბინათ მესაკუთრეები. რაც შეეხება Monolith დიღომის City, ესე დავარქვით პროექტს. Monolith დიღომის City. ეს მდებარეობს დიღმის ჭალებში, ამერიკის საელჩოს უკან და ამიტომ ესეთი ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ამ პროექტზე.
საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ, რომ არ წავსულიყავით ძალიან სიმაღლეში. ეს ჩვენთვის ზოგადად დამახასიათებელია, რომ ჩვენი კომპანიისთვის ჩვენი ხედვა ესეთია, რომ ვთქვათ, განსაკუთრებით მაღალსართულიან კორპუსებს არ ვაპროექტებთ და არ ვავითარებთ. პროექტი შედგება 5 საცხოვრებელი კორპუსისგან, რომელიც იქნება, სამი იქნება 7 სართულიანი და 2 8 სართულიანი. დაახლოებით ეს სართულიანობა გვექნება. პროექტი, როგორც გითხარით, არის 500 ბინიანი და უკვე დავიწყეთ სამუშაოები, მიწის სამუშაოები. ვფიქრობთ, რომ პროექტის დასრულების თარიღად ვუყურებთ 2027 წლის ზაფხულს. ზაფხულს, იმიტომ რომ ეგ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული შესაძლებლობებიდან ერთ-ერთი არის ის, რომ ძალიან სწრაფად ვაშენებთ. აქ არ გვაქვს ჩვენ ფაზებად დაყოფილი, 5-ვე კორპუსი დაიწყო ერთად. დიახ, ერთიანად და შესაბამისად დასრულების ვადასაც ვუყურებთ, რომ დასრულდება ერთიანად. თორემ თავად აშენებს მონოლით ჯგუფი, ანუ ეს სიმძლავრეები მიუხედავად იმისა, რომ ხო საკმაოდ დიდი სიმძლავრეები ჭირდება, ამას ჯერჯერობით უმკლავდებით. გაუმკლავდით თქვა მონოლით Green City-ის შემთხვევაში და ახლა რა თქმა უნდა გაუმკლავდებით მონოლით Omni City-საც. ჯერჯერობით ვახერხებთ ამ ყველაფერს. რა საფასო სეგმენტზე არის გათვლილი? იგულისხმება მონოლითი Omni City და რუდი შეგვიძლია ჩემი შესავლიდან გამომდინარე ვთქვათ, რომ დაინტერესებული პირები გარდა უკვე იმ პარტნიორებისა და ბენეფიციარებისა, ვინც მუდმივად თქვენი კლიენტები არიან და შემძენები, რომ მათთვის ღია იყოს კარი შესაძენად დიღმის ჭალებში მონოლით ჯგუფის მორი პროექტში. საფასო სეგმენტი არის საშუალო, ზოგადად ეს სეგმენტურად თუ შევხედავთ, თქვა უბნიდან გამომდინარე, ეკონომ და საშუალო სეგმენტი, რაც შეეხება უშუალოდ ფასებს დაახლოებით $1050 იწყება ფასები. და იცვლება თქვა ხედების სართულების და ასე შემდეგ მიხედვით. ხოლო რაც შეეხება გაყიდვას, პრინციპში ორშაბათიდან ყველა დაინტერესებულ პირს ველოდებით ჩვენს ოფისებში. 4 აგვისტო. 4 აგვისტოდან. და იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის პროექტის საწყისი ეტაპი, ესეთი მნიშვნელოვანი სიურპრიზები და თქვა კარგი ამბები ელოდებათ იმ ადამიანებს, ვინც იქნებიან დაინტერესებული ამ პროექტით. დიღომის პროექტთან დაკავშირებით მინდა გითხოთ თქვენ რამდენიმე ოღონდ მონოლით ჯგუფიდან გამომდინარე სახასიათო თვისება გამოუკვეთეთ მას. თვითონ ეს პროექტი რითი იქნება გამორჩეული, გარდა თქვა დროულად დასრულებისა და სხვადასხვა თემებისა, რაც ისედაც მონოლით ჯგუფის სავიზიტო ბარად წარმოადგენს. რაც შეეხება გამორჩეულობას, ის სტანდარტი, რასაც ჩვენ თავს დავუყენებთ, ესე ვთქვათ, მშენებლობაში ეს არის ვთქვათ განსაკუთრებით ძვირფასი მასალები, იგივე მოპირკეთებაში, როგორც ვთქვათ, ფასადის, ისე სადარბაზოს განსაკუთრებით, ხო? ამ ყველაფერს არ ვცვლით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გესმით ახლა, რომ დიღმის სეგმენტი შეიძლება მცირედ განსხვავებული იყოს, ცხადია, ეს ბუნებრივია, ამას მეტყველებს გასაყიდი ფასიც, რომელიც გითხარით. ამის მიუხედავად ეს სტანდარტები იქნება შენარჩუნებული. პირდაპირ ეს ოფციები, ვთქვათ, როგორც არის, ვთქვათ, მარმარილოთი მოპირკეთებული სადარბაზოები და ასე შემდეგ და ძალიან მაღალი ხარისხის ლიფტები, ეს სტანდარტები იქნება შენარჩუნებული. გარდა ამისა, ვთქვათ, ფასადებზეც ესეთი განსაკუთრებული მასალები გამოვიყენეთ, ეს არ არის უბრალოდ, ვთქვათ, ფასადის სტანდარტული დამუშავება, ეგრეთ წოდებული მიუხედავად და ასე შემდეგ. ამიტომ ამას უკვე ჩვენს ოფისებში, როდესაც მობრძანდებიან დაინტერესებული პირები, უფრო დეტალურად აუხსნით, იმიტომ რომ ეს იქნება ნამდვილად გამორჩეული. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ყველა პირობა იქნება იმის, რომ ვთქვათ, ესე გარეთ გასვლა ხშირ შემთხვევაში არ დაჭირდეს იქ მაცხოვრებელს, თუ არ არის ამის აუცილებლობა, იმიტომ რომ კომპლექსში განთავსებული იქნება კომერციული ფართები, საოფისე ფართებიც მათ შორის და ამიტომ ესეთი შეკრული საცხოვრებელი კარგი კომპლექსი გამოვა დარწმუნებული ვარ ამაში. კი ბატონო, საინვესტიციო მიმართულებითაც თქვენი დაკვირვებით, რომელიც დარწმუნებული ვარ, ასევე სეგმენტია მონოლით ჯგუფისა, რეალურად საწყის ეტაპზე ვინც შემოდის თქვენთან და თქვათ ამას თვლით წმინდა საინვესტიციო პროდუქტად, რაც ერთ-ერთი ღირებული თემა არის დეველოპმენტში ზოგადად. დაახლოებით, რასაც თქვენ აკვირდებით ამ 13 წლიანი გამოცდილებისას, რა მოგებაში რჩება პოტენციური ინვესტორი, რომელიც მათ შორის მონოლით ჯგუფის კომპლექსებში განთავსდება, როგორც ინვესტორი და მესაკუთრე. ხო, ეს საინტერესო კითხვაა, თქვენ ჩემზე უკეთესად გესმით, რომ ვთქვათ, ესე სტანდარტული პასუხი ამაზე ვერ მექნება, ვთქვათ, წარსული გამოცდილებიდან მიუხედავად იმ, ვთქვათ, ტურბულენტური ცვალებადი, ვთქვათ, გარემოსი, რაც გამოვიარეთ, ვთქვათ, ამ მშენებლობის პროცესში, დაახლოებით ეს არის სადღაც 30%. 30% მინიმუმ. კი, კიდას წლიური დაახლოებით ჯამში, ვთქვათ, წელიწად ნახევარში, მაგალითად მონოლით Green City-ის შემთხვევაში ეს არის დაახლოებით 25-30%. 30%. რაც ნამდვილად არ ვთვლი, რომ ვთქვათ, პატარა ამბავია. ხო.
ელემენტარულად რო შეადარო სხვა შესაძლებლობებს, პირველად რომ თქვათ ასე. კარგი, 4 აგვისტოდან ეს შესაძლებლობაც გახსნილი იქნება. წარმატებები მინდა უსურვო პირადად თორნიკე მაისურაძეს, წარმატებებს უსურვებ მთლიანად თორნიკეს მადლობას ვუხდი მობრძანებისთვის და მონოლი ჯგუფთან ერთად წარმატებებს უსურვებ ამ გუნდს, ბევრი ახალი და უმაღლეს დონეზე შესრულებული პროექტების შესახებ გაგვეგოს ამ ბიზნეს ჯგუფისგან.